Tam საფლეში მაგ საქართველოში არა რა. პოლიტიკა კეთდება, დიდი ნაწილი პოლიტიკას აკეთებს, ესე იგი, პირადი სარგებლისათვის. ნაწილი აკეთებს, მცირე ნაწილი პოლიტიკას აკეთებს საკუთარი სახელისათვის, ანუ საკუთარი სახელი დარჩეს და შემდეგ. და ძალიან ცოტა ნაწილი აკეთებს პოლიტიკას საკუთარი თანამოქალაქეების ბედნიერებისათვის რა. ძალიან ცოტა. ხო და ამ შემთხვევაში მიშა სააკაშვილი ხო რო თქვათ რომ ვინ არის ამაში მიშა სააკაშვილი ხო მიშა სააკაშვილი არის ან მეორე ან მესამე ხო ანაკეთებს იმისათვის პოლიტიკას რომ მის სახელი დარჩეს ანაკეთებს იმისათვის პოლიტიკას რომ ესე იგი ბედნიერება მოუტანოს თავის თანამოქალაქეებს რა ამ ბედნიერების შესაძლებლობა მიცეს ნუ მე მგონია რომ არის უფრო სახელისათვის აკეთებს მაგრამ ნუ ვიღაცები იქნება ვიღაცები იქნება მიცეს ყოველ შემთხვევაში ესე ხედავენ და რეალურად რა არის კიდე სხვა ხო სააკაშვილი პირველი ნამდვილად არ არის რა ვის არ აკეთებს პოლიტიკას იმისათვის რომ ესე იგი რა გავდიდეს და მდიდარი გახდეს და რაღაცა თავის ოჯახს რაღაც კეთილ ამის არ აკეთებს პოლიტიკას ხო და ეს არის ზუსტად რა ესე იგი მიშა სააკაშვილი ამ შემთხვევაში არის ეს ამისი ეშინია და ამისი ეშინია ყველას რა ეს ეშინია იმას ოპოზიციას ეშინია მართლმადიდებლობას და ოპოზიციას ეშინია იმიტომ რომ მიშას გამოსვლა ციხიდან ნიშნავს ამას რა ნიშნავს პოლიტიკის ჩამოშორებას ან ესე იგი უნიშნაოდ გახდომას იმ პოლიტიკის რომელიც არის პირად სარგებლოზე ორიენტირებული და გადასვლა იმ პოლიტიკაზე რაც იყო მიშას დროს ხო ესე იგი ეს იყო აქაც ახლა იყოფა აზრები ხო ეს იყო რისთვის რომ მიშას დაეტოვებია თავის სახელი როგორც სოფლიოში ყველაზე განთქმული რეფორმატორის თუ იყო იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს ბედნიერების შესაძლებლობა მიცემოდათ მაგრამ ან ეს სხვა არ არის ხა რა და ამისი ეშინიათ გაიგე ეს არ უნდათ იმიტომ რომ მიშას გამოსვლა რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობა დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში ანუ ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ვის ეშინია მიშა სააკაშვილი ყოველ შემთხვევაში ეს იგი თამაშის წესი იცვლება რასაც ასე ვთქვათ მეტნაკლებად შეთანხმებულები არიან და ერთნაირები არიან და უცბად შემოდის რაღაცა განსხვავებული ამისი შიში ხო არავინ არ არის რა სხვა ახლა რო გადახედო ხო არ არის არავინ და ეს ყველა ვინც კი არის და აქ